როცა დონალდ ტრამპი ამ წუთას ჩინეთში მიფრინავს ნავს, ეს მხოლოდ დიპლომატიური ვიზიტი არ არის. ეს ნამდვილად მხოლოდ ფოტოსესია არ არის. ეს არც მხოლოდ სავაჭრო მოლაპარაკებაა. ეს არის განცხადება, ამერიკის გლობალური ინტერესების განცხადება იმ დროს, როცა ახლო აღმოსავლეთი აღარ არის მხოლოდ ნავთობის საკითხი. საქმე უკვე აღარ ეხება მხოლოდ ტერორიზმს, რეგიონულ ომებს ან თუნდაც ძველ მეტოქეობას. დღეს ახლო აღმოსავლეთი ჩვენი დროის განსაზღვრელი ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ასპარეზად იქცა. ამერიკის შეერთებული შტატების გავლენასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენას შორის დაპირისპირება. ეხლა, აი რას ტოვებს მედია ყურადღების მიღმა. ტრამპი სავარაუდოდ არ ეკრგნობა ჩინეთს ახლო აღმოსავლეთის სტაბილიზაციისთვის. ის პეკინს არ სთხოვს ირანის შეკავებას. ამერიკულ ისრაელს შეუძლია ამის გაკეთება და პრეზიდენტმა ტრამპმა ეს იცის. მისი სტრატეგია სავარაუდოდ სრულიად საპირისპიროა. ტრამპს უნდა რომ ჩინეთმა შეწყვიტოს ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია. რადგან ამჟამადაც კი დიახ, სწორედ ეხლა პეკინი კვლავაც აფინანსებს ირანს. ისინი ყიდულობენ ნავთობს, ისინი გადასცემენ ტექნოლოგიებს. ისინი აშენებენ ინფრასტრუქტურას და უზრუნველყოფენ დიპლომატიურ საფარს, რათა ირანის რეჟიმი ცოცხალი დარჩეს, რომ ბოლო ამოსუნთქვაზე ან როგორც პრეზიდენტი ტრამპი უწოდებს, სიცოცხლის ხელოვნურ მხარდაჭერაზე იყოს. და ტრამპს უნდა რომ ეს შეწყდეს. ეხლა რატო ფიქრობს პრეზიდენტი ტრამპი რომ აქვს ბერკეტი? რატომ ახლა? ერთი სიტყვა, ჰორმუზი, ჰორმუზის სრუტე, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურის ბოლოში. დაახლოებით 50% ჩინეთის იმპორტირებული ნავთობისა გადის ამ სრუტით. 1,5 მილიარდიანი ქვეყნის 50%. ეხლა დაფიქრდით ამაზე. და ყველაფერი ძალიან რეალური ხდება. ტრამპს კარგად ესმის ვიწრო სტრატეგიული გასასვლელების მნიშვნელობა, რადგან ამერიკასაც აქვს ასეთი გასასვლელი. ჩინეთს ამერიკაზე ძლიერი ბერკეტი აქვს ნახევარგამტარებში, იშვიათ მიწიერ მინერალებში და მაღალ ტექნოლოგიურ წარმოებაში, ჩვენს ტელეფონებში ჩიპებზე, ჩვენს გამანადგურებლებში ჩიპებზე, ჩვენს სარაკეტო თავდაცვის სისტემებში ჩიპებზე. ჩინეთმა თავი ისე მოიწესრიგა, რომ ყველაფერზე დომინირება შეძლოს. ხელოვნური ინტელექტის სისტემები, სატელიტები, ელექტროენერგიის ქსელები, თანამედროვე იარაღი. ამ ყველაფრის დიდი ნაწილი, ის რასაც ყოველდღე ვიყენებთ, დამოკიდებულია იმაზე, რასაც ჩინეთი აკონტროლებს. ამიტომ დონალდ ტრამპმა ბოლო 1 წელიწადი და ნახევარი, ისევე როგორც წინა ადმინისტრაციაში გაატარა იმაში, რომ შეერთებული შტატები ჩინეთისგან დამოუკიდებელი გაეხადა. ის საუბრობს ჩიპების წარმოების ამერიკაში დაბრუნებაზე, პეკინისთვის მოწინავე ხელოვნურ ინტელექტზე წვდომის დაბლოკვაზე და ამერიკული ინდუსტრიული შესაძლებლობების აღდგენაზე. იმიტომ რომ შიში ძალიან რეალური და ძალიან სერიოზული შიშია, რომ მომავალ კონფლიქტში ჩინეთი ამ მიწოდების ჯაჭვს შეერთებული შტატების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენებს. და ამას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოხვდეს, როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე რა თქმა უნდა ისრაელისთვისაც. მაგრამ დონალდ ტრამპმა წელიწად ნახევარი პარალელურად სხვა რაღაცის კეთებაში გაატარა. ის ეძებდა, სად არის ჩინეთი დაუცველი. და ჩინეთი სერიოზულად დაუცველია ახლო აღმოსავლეთში. მოდით ჩვენს ჩავერთოთ ამ საუბარში. მოდით შევიდეთ დახურულ კარს მიღმა და ვცადოთ წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ეს საუბარი. გეტყვით რას ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი რას ეთქვის სი ძინპინს. სი, შენ გონია რომ ირანი შენი პარტნიორია? ისინი არ არიან. ისინი გიყენებენ. ყოველი ტანკერი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გადის, მათ თქვენს ეკონომიკაზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს. შენ გონია რომ რეჟიმს აკონტროლებ, რადგან მათგან ნავთობს ყიდულობ. მაგრამ რეჟიმი აკონტროლებს ამ სტრატეგიულ წერტილს და მათ ეს კარგად იციან. იცი, შენ ეკრდნობი ადამიანებს, რომლებმაც მთელი იდეოლოგია არასტაბილურობაზე ააგეს. ისინი ზეწოლას ახდენენ საზღვაო მარშრუტებზე, ისინი ზეწოლას ახდენენ ენერგეტიკულ ბაზრებზე, ისინი ზეწოლას ახდენენ სპარსეთის ყურეზე. და ყოველ წელს შენი დამოკიდებულება მათზე სი იზრდება. და როცა ისინი ჰორმუზის სრუტეს ბლოკავენ, ვინ ზარალდება ყველაზე მეტად? ევროპა ზარალდება. ჩვენ ვზარალდებით. მაგრამ თქვენ უფრო მეტად ზარალდებით ვიდრე ყველა. მოკლედ, სი, პრობლემა ირანი არ არის. პრობლემა რეჟიმია. შემდეგ ჩუმად დახურულ კარს მიღმა ვფიქრობ, ტრამპი ალბათ კიდევ უფრო შორს წავა. ის ეთქვის, იქნებ დრო მხოლოდ ამ რეჟიმის შენარჩუნებაზე აღარ ვიფიქროთ სი. შეიძლება ახლო აღმოსავლეთის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის სინამდვილეში საჭიროა მისი შეცვლა. ეხლა გულუბრყვილოები ვიქნებით თუ ვიფიქრებთ, რომ სიპრებთ, რომ სი ძინპინი წინააღმდეგობას არ გაუწევს. ის ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს და ალბათ იტყვის, დონალდ, რეჟიმის შეცვლა არასტაბილურობას ქმნის. შეხედე ერახს, როგორ გამოგივიდათ საქმე ერახში, შეხედე ლიბიას. დონალდ, მოდი რეფორმები ჩავატაროთ რეჟიმში. ეს ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე კოლაფსის რისკები.
მაგრამ რა თქმა უნდა, აი ირონია და ეს არ უნდა გამოგრჩეს. ჩინეთის რეფორმის იდეა არ არის ჩვენი დასავლური რეფორმის იდეა. ჩინეთმა ეკონომიკურად განახორციელა რეფორმები, მაგრამ პოლიტიკურად და სოციალურად ჩინეთი დარჩა აგრესიულად და ვგულისხმობ ძალიან აგრესიულად ავტორიტარული. ის დარჩა დამთრგუნველი. ესე რომ, როცა ჩინეთი საუბრობს რეფორმაზე ირანში, სინამდვილეში გულისხმობს იმას, რომ დავტოვოთ რეჟიმი, მივცეთ საშუალება შეინარჩუნონ თავიანთი დამთრგუნველი იდეოლოგია. უბრალოდ გავხადოთ ეს ყველაფერი ნაკლებად დესტაბილიზებელი. და აქ პრეზიდენტი ტრამპი ამას სრულად უარყოფს. თავისი ბუნებით ის ამას სრულად უარყოფს, რადგან ტრამპს ესმის რაღაც ფუნდამენტური. იდეოლოგია რეჟიმთან მიმართებით მეორე ხარისხოვანი არ არის. იდეოლოგია თავად არის რეჟიმი. ამ ორს ვერ გააცალკევებ. ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი არ არსებობს იმისთვის, რომ ერი დაიცვას. ის არსებობს იმისთვის, რომ რევოლუცია გაავრცელოს. ეს არის მისი მთელი მიზანი. და ახლა აქ არის რაღაცა უაღრესად მნიშვნელოვანი ჩინეთის გასაგებად. ჩინეთის დიდი სტრატეგია ემყარება ერთ რესურსს, რაც ჩინელებს აქვთ, დროს. მათ აქვთ დროის შეგრძნება, რომლის არსებობაც დასავლეთს უკვე დავიწყებული აქვს. პეკინი 10 წლეულებით და ზოგჯერ საუკუნეებითაც კი ფიქრობს, ამერიკა და დასავლეთის დიდი ნაწილი კი არჩევნების ციკლებით აზროვნებს. 4 წელი, შეიძლება 8 წელი. ჩინეთში რეალური არჩევნები არ ტარდება. ეს მათ აძლევს ლიდერობის უწყვეტობას, სტრატეგიის ხანგრძლივად უწყვეტად განხორციელებას. და პეკინი, ისევე როგორც თეირანი, პრეზიდენტ ტრამპთან ამ სამიტის წინ თითქმის უეჭველად იმაზე დებს ფსონს, რომ მომავალში ამერიკას ეყოლება ადმინისტრაცია, რომელიც მათ მიმართ ბევრად უფრო დამთმობი იქნება. დაბრუნება რბილი პოლიტიკის დღეებში, დაბრუნება დათმობების პოლიტიკაზე, დაბრუნება ობამას წლებში, როცა აიათოლებმა მიიღეს 150 მილიარდი დოლარი და ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა. ახლა ტრამპი ამას კარგად იცის. და სწორედ ამიტომ მოქმედებს ის ახლა. რადგან სტრატეგიული შესაძლებლობების ფანჯრები სამუდამოდ ღია არ რჩება. და მინდა რაღაცა თქვა, კიდევ რაღაც, რაც ვფიქრობ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაღაც რაც აუცილებლად უნდა ითქვას. მე მჯერა, რომ დონალდ ტრამპს ამერიკის გრძელვადიანი გადარჩენა უფრო ადარდებს, ვიდრე შემდეგი საარჩევნო ციკლი. ბევრი ექსპერტი საუბრობს შუალედურ არჩევნებზე. ტრამპი ხედავს ამერიკის მომავალს და სურს ამაზე ახლა იზრუნოს. რადგან აი ეს არის ცივი პოლიტიკური რეალობა. პრეზიდენტი, როგორიცაა პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც იწყებს პრევენციულ დარტყმას, თითქმის ყოველთვის რეიტინგებში ეცემა. რატო? რადგან იმ წამს, როცა საფრთხეს გაანეიტრალებ, ვეღარ დაამტკიცებ, რომ ეს საფრთხე არსებობდა და საშიში იყო. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, ისინი ისეთი საშიშები არ იყვნენ. როგორ იცი, რომ ისინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდნენ? რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საბრძოლო ქობინი უკვე ჰაერშია. და არც დონალდ ტრამპი და არც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეტანიაჰუ არ აპირებენ მოცდას. ეხლა მოდი ჩაუღრმავდეთ და ვისაუბროთ ისრაელზე, რადგან ისრაელი ამ მთლიანი გათვლის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. და პეკინი ამას კარგად იცის. ისრაელი დღეს რეგიონული ძალაა. ჩვენ 7 ოქტომბრის შემდეგ გამოვედით ახლო აღმოსავლეთის ძალად, სამხედრო თვალსაზრისით, დაზვერვაში, კიბერსფეროში, სარაკეტო თავდაცვაში, ჩვენ სამხედრო მიღწევებში ბრძოლის ველზე. და ჩვენ ასევე მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ამერიკასთან. და პარტნიორობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს შორის, ეს პარტნიორობა ამ სტრატეგიის შემთხვევითი ნაწილი არ არის. ეს არის სტრატეგიის ხერხემალი. ესენი არიან ორი ლიდერი, რომლებსაც აქვთ ირანის საფრთხის მკაფიო ხედვა. ისინი მის შელამაზებას არ ცდილობენ. ისინი თავს არ იკატუნებენ. თითქოს რეჟიმთან შეიძლება გონივრული საუბარი. და ეს თანხვედრა ახლა უზომოდ მნიშვნელოვანია. და აი რაღაც, რაც ჩინელებმა იციან ამ ალიანსის შესახებ. როდესაც ირანელები ქუჩაში გამოდიან, როგორც ირანში, ისე მსოფლიოს გარშემო, ამ რეჟიმისგან თავისუფლებას ითხოვენ, ისინი აფრიალებენ ამერიკის და ისრაელის დროშებს. ეს ჩინეთის დროშები არ არის. ეხლა ჩინეთი ისრაელს ხედავს როგორც მნიშვნელოვან მოთამაშეს ახლო აღმოსავლეთში ძალაუფლების თვალსაზრისით. ისინი ასევე იციან, რომ ისრაელი ტექნოლოგიური ჰაბია, ლოგისტიკური ცენტრი და ეკონომიკური საკრდენი ახლო აღმოსავლეთში. მათ საპასუხოდ დიდი ინვესტიციები ჩადეს ინფრასტრუქტურაში, პორტებში, მთელ ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ისრაელშიც და ტექნოლოგიებში, მთელ რეგიონში. ჩინეთს სურს ყოფნა გლობალური ვაჭრობის არტერიებთან ახლოს და მთავარი არტერია სწორედ ისრაელზე გაივლის. და დონალდ ტრამპიც ამას ხედავს. და სამართლიანადაც მას ეს აშფოთებს, რადგან ამ მოგზაურობისას ის მხოლოდ ირანს არ აყენებს ზეწოლას. ეს ბევრად უფრო დიდი რამაა.
ის ეწინააღმდეგება ჩინეთის გრძელვადიან გავლენას, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთში ვრცელდება. მოდით ახლა ეს ინფორმაცია ავიღოთ და ჩვენს რეალობაში გადავიტანოთ. რას ფიქრობ, სინამდვილეში რაზეა ეს ვიზიტი? ეს ენერგიაზეა. ეს საზღვაო გადაზიდვის მარშრუტებზეა. ეს სტრატეგიულ წერტილებზეა. ეს ინფრასტრუქტურაზეა, ეს საზღვაო პორტებზეა, ეს ხელოვნურ ინტელექტზეა, იშვიათ მიწიერ მინერალებზეა. ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს სამხედრო პოზიციონირებასა და ძალთა ბალანსის მომავალზეა ამ პლანეტაზე. ჩვენ დგავართ გლობალური ცვლილების ზღვარზე. ჩვენ უკან მოვიხედავთ 2026 წელს, როგორც იმ წელიწადს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა იმ მოვლენებს, რაც მომდევნო 10 წლეულებში განვითარდება ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ეხლა ჩინეთს მოთმინება აქვს. ჩინეთს აქვს თანმიმდევრულობა. და პეკინი იმედოვნებს, რომ ამერიკელი ხალხი დაიღლება. ქვეყანა და ამერიკელი ხალხი შეცვლიან კურსს. აირჩევენ ვინმეს უფრო რბილს, უფრო შემწყნარებელს, ვინმეს ვინც ძველ გზებს დაუბრუნდება. მაგრამ დონალდ ტრამპმა ეს იცის. ამიტომაც ადის თვითმფრინავში სწორედ ეხლა, სანამ შესაძლებლობის ფანჯარა ღია, სანამ ირანი ყველაზე სუსტია, სანამ მსოფლიო უყურებს, მასთან აქვს რაღაც ძალიან ძლიერი, მათთან ერთად. ჩინეთის სისუსტის გააზრება და მზად ყოფნა გამოიყენოს ეს. ეს არის True East, The Mewar Darn Spielmani. მადლობა რომ შემოგვიერთდით.